ირაკლი? მოგეწონა ყავა? აი, რა არის ბეღურა? მთელი ცხოვრება ჯეროდა. აი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბუნებაში არსებობს ისეთი რაღაც, რასაც შენ კარგად და გემრიელად უამზადებ, ჩემო ბეღურა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყავალს არ აღმოჩნდა ის. ვა, ირა. გამარჯობა. გამარჯობა გიც. კარგი რომ სახში ხარ და არ წახვედი. სამდე წავსულიყავ. სამსახურში. დამოიწა არ მუშაობ შენ. დაგევიწე. აი, დაიწყო ჩემი დილის გამაჯანსაღებელი ნევროზი. კაცო, დალევ ყავას? კი. 1-2. რა? ერთი კოზი შაქარი, ერთი კოზი ყავა, 2 ნაჭერი დამცხო. ვერა. ირა, აი ნახე, ეს გაზეთი მოგიტანის შენ. რა თქმა. დადგინა ნახე რამდენი ვაკანსიებია, ახი, როგორ გასხდება, შეხედე. აჰა, ნახე ახი. რა. აუცებ რა ამხელა კაცი და რა დაიწყო რა ეხლა ჩემი გაოცებები. რა თქმა ვაკანსიებია მეთქი. იქიდან რამე სამსახური შო. მან საჩემო არაფერი არ იქნება. როგორ არ არის? მე მომნიშნე რამოდენიმე გაცხადდა. აი შეხედე, აი ეს ნახე. აი ზუსტად საშირო ნახე. გვესაჭიროება 23 კილო დაკლებული უსაქმური ყოფილი მინისტრის მოადგილე. აი რა მიყვრთიცი? რა მიყვრთი? საიდან გავს ამდენი ფანტაზია? მარიკუნა, როგორ იტევს ეს ერთი პატარა ბიჭი ამ ზღვა იუმორს, აი ესე. დაიტევს, ამოხეთქავს. ამოხეთქავს. არ ვიცი რა. შენ მეგონი გეხმარები ხომ მე? კი, ძალიან მეხმარები. ძალიან სამსახურში მივდივარ უკვე. ხო, აი უკვე ხა, აბა ეს ნახე. ვკურნა მესამე თვალით. მიდი მე იმკურნალე, მიდი. მესამე თვალით. ვერ მიხდი ხო? ვერა. შენ უნდა გამოხატო ამ გაზეთში განცხადება. ყურდა მეოთხე თვალით. ვერ ხვდით ხო? დასუყურებ ხა იგი. ეს არის მეტობის პრინციპი. შენ დაწერე მეოთხე თვალით ყურნა ყველა შეთანხმება. მე მოუმატე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და ასე რეგი იქნება. შეთანხმდა? ვაი მე-5, მე-6 თვალით ხო? მარიკა, სანამ ახლა ამას პირველი ხელით არ ვშიმუთებე რაღაცა. დაალევინე ყავა და წავიდეს დამაგლიჯა ისეთი აქსონები ძალიან ყურა. მიდი დათო, გააგრძე. აი, კიდე მაქვს ერთი განცხადება. გვესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის არის საშინო არის. ეს ჩემზეა. აჰა, ეს კარგია. მარტოხელა მოხუცი ეძებს მომრელს. ირა. ჰა? თან იქ ხუხარში. ყოფილი. ჰა? ნახე, მეცადე მაგ ერთად. აბა. ნახე რა წერია. თან სახლს დავუტოვებო. მოიცა კაცო, მოიცა. მარიგულა, ხოჭა, კარგი იყო, მომწონს ეს ყავა უკვე. გამკეთე კაცი სიკეთე რა. გაჩენდი. ვაიმე გააღე რა. მე გავაღო ხო? ხო მარიკა გააღე რა. კი, გავაღე. აღებ მარიკა? ვაღებ ირაკლი. გააღე რა. გავაღო. გამარჯობა. ქალბატონი მარიკა, გამარჯობა. გაუვარდა სამიანს. უი, დათო. შენ აქა ხარ? ბრაი. ახლა ვარ მე, იქა ვარ. არამ შენ დამხვდა აბა წერილი ბათუმში მივდივარ, ორი კვირით არ ჩამოვალო. ორი კვირით უყურე. რა, უყურე შენ. რა, იმაიმლა ვიღაცავა ალბათ რა. ესა, დათო, მოიცა. დავედი მე. დათო, ეხა შენ მიძახდი მე დათო? მე დაგიძახი კი. ეხა და მიძახი დათო? აი ამ წუთში დაგიძახე დათო, მოიცადე მეთქი საქმე მაქვს შენთან. ამთვის ფული არ მოგიცია ბოლომდე და იქნებ ეხლა მომცე. ამთვის ფული რა? არ მოგიცია ბოლომდე. მე? ხო, შენ. კი. შენ აგია შენთან ფიდესპიქში ვივარჯიშო? ა? ვარჯიში კი მინდოდა. ხო, მე მოდიდე ვარჯიში, ჩვენ რა მეგობრები არა ვართ, უფასო თან ერთი თვე. აბა, მოიცა. უფასო? ხო, უფასო, ამირა. უფასოთ მინდა. ხო, კარგი, და მე მაგას ვალში გაგიქვი. მოიცა, მაშინ არ მინდა. ვალში თუ არ მინდა. რა, ვალი მეთქი? არა, მე კი კაცო შენ ახლა რა მორიდება, რა გერიდება ვერ გარკვე რა.
რა უხერხულ მდგომარეობაში რა არა უშავს არაფერი არ მოგირიდოს ხო იცი ხე ჩვენ მეგობრები ვართ მოხვალ ჩემთან ფიტნეს კლუბში და ერთი თვე ივანიშებ უფასოდ კარგია ძალიან უფასოდ კარგია და მე გაგიგდა ვაში მოიცა რა მომისმინე მოიცა ირაკლი აი გიტოებ გადახედე შენ მაინც რა ეს იქნება წადი რა შენ შემოგივლო მომისმინე რა უფასოდ და მე გითხარი არა კაც კარგი რა ის არის მე გაგიგდა ვაში და მომისმინე რა მაინტერესებს იცი ან ამას რა ეშველება და ან იმ ფიტნეს კლუბს რა ეშველება სადაც ეს სამუშაო დაიყვანეს აბა ნირაკლი იქ მაინც ნახო ეს გაზეთი ბევრი რაღაც წერია ვაკანსიებია გადახედე სამსახური არ გინდა ვაიმე როგორ არ მინდა მარიკა მაგრამ არ მინდა აქ ყველაფერი წერია რაც კი რამე არსებობს დედამიწის ზურგზე და მე მინდა რომ ისევ ჩემს სფეროში ვიმუშაო მარიკა დაუბრუნდე ისევ ექიმი ვიყო მომენატრა ეს თეთრი ხალათი კაცო რა თეთრი ხალათი ხო მე ნახე ირაკლი ნახე რა წერია შეხედე აბა ნახე გვესაჭიროება ყასაბიო დრო მაგათ ხვაცვიათ ხოლმე თეთრი ხალათი ისევ აღარ მომწონს ეს ყავა კეთებან ოქროს ხელები გაქვს ოქროს ხელები რა გემრიელი ღვეზელია იცი მადლობა თამარმა გააკეთა თამარმა ხო თამარმა მიდი ახლა გადააკეთე და თქვი დიდი არაფერიაო მიდი არა კეთება რატო ახლა თამარს ენა აქვს მწარე თორე ხელები იმასაც ოქროსი აქვს ლაშა მოდივარ ხო მოდივარ თავივა ლაშა ღვეზელს მირთმე კი თამარ ძალიან გემრიელია ხო გემრიელი იქნება აბა ახლა გააკეთა ამდენით ხედავ კეთება ხედავ მარტო მწარე ენა დარჩა კეთება ლაშა გუში მე მგონი აქ თქვენთან დამრჩა ტელეფონი მობილური ჩემ ეგი აი გდევს ლაში კომიტი მიაწოდე ახო მთელი ღამე რეკავდა მთელი ღამე ტელეფონი ეს ნაჯა და მაშა რუბინარია მიდი ახლა მიდი ლაშა მომისმინე მე ჩემ ქმარს ძალიან ვენდობი და შენ სულ ტყილად იგონებ რაღაცებს და ისე იღებ ისა ფახუნად ნანიკო გირეკავდა აი ახლა ცენდობი თამარ გაჩერდი რა კარგი რა ალო ნანიკო გამარჯობა ბატონი ვახტანგი ვარ მირეკავდი ნანიკო რა ხო რა რას ლაპარაკობ რა რა კარგი ხო კარგი მოიფიქრებ რამეს კარგი აი მე რა ხდება ხო შვიდობა რა ლაშა ჩვენი ტრამატოლოგი რო იყო გაიოზი იყო რა ო გუშინ გამختარა ცუდად ღამე რა მე გაი ო დღეს დილით წაუყვანიათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მინიმუმ 3 თვე ვერ იქნება აი მე გაი რამდენი წლის არის გაიოზი? რა ვიცი 80 წლისა. 80 კარგით რა 80 წლის კაცს როგორ ამუშავებდით რატომ არ გაუშვით? ვახომ კი გაუშვა მაგრამ ვერ მიდიოდა. ანუ ტრავმატოლოგი არ გეყოლება. არა არ ყავს ტრავმატოლოგი არა და სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ვინმე რა. ლაშა ირაკლის რო უთხრა იქნებ მირჩიოს ვინმე. კარგი ტრავმატოლოგი რა ირაკლი რა ვიცი და ვახო თვითონ ირაკლის რომ შესთავაზო თამარ არ არის ირაკლი ტრავმატოლოგი და ხება ვარს მეტყვის მე რა აგრონომიას ხო აბულბულებდა მინისტრის მოადგილე რო იყო თამრი მომისმინე მე და შენ დღეს გავიდეთ ირაკლისთან დაველაპარაკოთ ჩვენ ირაკლი უარს არ გვეტყვის დავითანხმებთ აბა რა ხო ვიცი არ ვიცი მე მაგას ვერაფერს ვერ ვეტყვი ირაკლის თუ თქმა თქვენ უთხარ მე ვეტყვი ჩვენ ვეტყვით ახლა შენ მოდი ვახ ნახე ხლა რა გამოუყურე ჩემი დირექტორი ხო ხარ ახლა ირაკლის დირექტორი გახდები ხო მე დათოსთვისაც გამოჩნდება რამე და მთელი სადარბაზოს დირექტორი იქნება ხო ვა დათო მაგარად მომეწონა შენი ფიტნეს კლუბი რა შენ ეს რაშკომა მაგ შანთხეულია ძალიან მაგარი გადაწყვეტე ხო დაიწყე ფოჯს რა ვიცი აბა მეტი რა გზა მაქვს თან აბა გიპსაც დავიგდებ და მე აქ
პატარ-პატარა ესეთი კუბიკები გამომივა. ხო, მაგრამ რა ერთია მირან, რა ვიცი ხა, ამ ღიბს მე მგონი ვერაფერი ვერ დაგიგდებ შენ, მაგრამ თუ ივარჯიშე, აი პატარა ღიბზე, გამოგია პატარა კუბიკები ესეთი და. ო, იცი შენ და ნახოთ, მიყურე, აი ამით დავიწყებ. აჰა, ამით იწყებ შენ? აბა. ო, მეც ამით მინდოდა დამეწყე. აი, რა იწე. მოდი ერთი შენ. რა? მოდი. აჩვენე აბა ერთი კლასი. არა, დღეს თუ მარი შენახავ ჩემ და მიდი შენ დაი. მოდი, ფიტნეს კლუბის უმცროსი მენეჯერი ხარ ბოლო-ბოლო, მიდი. არ მინდოდა ეხლა და. აჰა. მიდი აბა. რასაკეთ? ხურდები ამირა. ხურდები? აჰა. მორჩი. უკვე მორჩი? ხო, ეს ხო. გახურების პირველი ერთ-ერთი ეტაპი. მე ხა ეს უკვე აი ხანე მე უკვე დავამთავრე, მე უკვე გავართულე ვარჯიშების პრინციპი. როგორ გავართულე და ინახავ. აბა? აბა გაკვა? ეს. ხო. Дай. Тат. Да. იმ გოგომ გამიღიმა. Кайка, сებერცენი ვიდანი? ვერა? პეტოს თან იყო მაშინ არ გაქვს კარდაში ჩოკი. როგორ? მიდი. მოიცადე, მაცადე. წარმადგინე რა. რა წარმადგინო? კაცო მიდი მიხედე. მიდი რა, გამაცადე გეხო. კუბიკები აღარ მინდა? რა დროს კუბიკებია გამაცადე და მიდი რა გეხო. მიდი კაცო მიხედე. გამარჯობა დათო. როგორ ხარ? კაკეჩე? და ჩვენ ვართ გაიცანი ეს არის ამიდან ჩემი მეგობარი. გამარჯობა, სასიამოვნოა. ესა მე აი შემჭამა დათომ რა, შემჭამა გინდა თუ არა, უნდა გაგაცნო. რა ტიპი ხარ დათო რა, უცნაური ბიჭია ეს და ძალიან. ამირან მე თქვენ მახსოვხართ. ხო რა? ესეთი რაღაც და ის სახასიათო სახე მაგ და მე მივხვდი თქვენ აქ რა გინდათ. მე მივხვდი. თქვენ აქ ვარჯიშობთ, ხო? დიახ, სწორად მივხვდი. ხო. ეს ერთ წუთით მე მოგაცდით. იყოს მოწუხდები. არა, მოგაცდით ეს მაინც რაღაც ძიმია. ხო. ესე. Dad, rakçız, hangi gün? არაფერი. რა სუბუქი ჰანდელემეთ კი ვაიმე დედა. სუბუქი ჰანდელია? რა სუბუქი ჰანდელია თქო? რა ვინ მოიტანეს სუბუქი ჰანდელი აქ ვაიმე დედა. ვაიმე პაპა. მარიკა. ბატონო. აქ ვერაფერს ვეღარ პოულობ მე. და შენთან მორჩა? არა, მოიცა აინახე. გაყიდვების მენეჯერი. რა უნდა გავყიდო? რა უნდა გაყიდო და ძრავები კატერებისთვის. ძრავები? კატერებისთვის? რა ვიცი ხა, მექანიკოსის თანაშემწეს ხო ჯობია, მარიკა? დავრეკო? არა, სად უნდა დარეკო, ბეღურა, კარგი რა, არ მინდა ეს მენეჯერი და გაყიდვები და კატერები და ისა, წყალქვეშა ნავები, ძალიან გთხოვ რა. რაღაცა ჩემი სფეროდან რამე რო იყოს მიახლოვებული მაინც რაღაც აი ვეძებ მეც არ არის, არც დავფიქრდებოდი, ისე დავთანხმდებოდი რა. შეიძლება. კარგი ამბავი მაქვს შენთვის და თქვენთვის. რა ხდება გოგოებო? ესე იგი ყავა მოვადულო, ხო? ხო, ძალიან კარგი ამბავია, მარიკა, ამიტომ ნამცხოვრიც გამოიტანე. მიდი. რა ხდება არის თქვით, რა ხდება? აბა, იპოვე სამსახური ჩხეიძე. ჯერ ვერა. ხო და სამსახურმა იპოვა
ვაიმე? მარიკა მიშველი ალყაში ვარ. შველა მჭირდება, ვიმეორებ, შველა მჭირდება, ალყაში ვარ. თამარ და რა კარგი ამბავი გაქვთ. რა კარგი ამბავი მაქვს მარიკა და ირაკლი და ვახოსთან კლინიკაში მუშაობდა ტრავმატოლოგი და გახდა ცუდად და წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დედა როგორ გამახარეთ? ვაიმე როგორ გამახარეთ? დილიდან ვიცოდი რომ რაღაცა გამეხარდებოდა, მითამაშებდა თვალი, რომელი თვალი მითამაშებდა ხოლმე? მარჯვენა თვალი მითამაშა შვება. ასე ვაკეთებდი სულთელი დღე. დედა, რა კარგი ამბავია არა მარიკუნა? ხო, კარგი, მოიცადე. გააგრძელე და იმიდი გააგრძელე. და ეს ტრავმატოლოგი გაიოზი აღარ მუშაობს კლინიკაში. ხო, ვახო და ლაშასთან. ხო, ვახოსთან და ლაშასთან. ხო და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აგერ მუშევარი კაცი ხარ, სპეციალისტი ხარ კარგი მედიცინაში და რაღაც ხომ უნდა იმუშაოს. იმუშავებ შენ. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ტრავმატოლოგია ჩემი სფერო არ არის. მომისმინე ახლა ირაკლი, ნუ იპრანჭები. შენ ნუ იცი ხოლმე ესე გაპრანჭვა რა, ნუ იპრანჭები. ბევრი პაციენტი არც გაიოსხავ და ხო და არც შენ არ გეყოლება. მომისმინე, აი ესე შემოვა ვინმე სუბუქი დაზიანებით გადაუხვიე და ეგა. რა არგი ხომ სუბუქი დაზიანებით შემოვიდა ვიღაცა გადაუხვიე და ეგა გადაუხვიე და ძიმე რო შემოვიდეს გადაუხვიო და მე რა სხვაგან გაუშვა? ვაიმე, თამრი ნახე რა უცებ აითვის. ნიჭიერი ადამიანია, რასა მოკლედ გადაწყვეტილი ამბავია. აბარა. მარიკა. მარიკა, შენ აღარ ხარ ჩემი ცოლი მითხარი რა. რაღაცა მირჩიე, რაღაცა თქვი ამოიღე ხმა რა. გეტყვი ირაკლი, ეს არის შენი გადასაწყვეტი. ანუ და დათანხმდე, ან და დავრეკოთ კატერებზე. რა? კარგი ხო? ხო. კარგი. დაუშვათ, დავთანხმდი. ხო. დაუშვათ. დიახ. როდის უნდა დავიწყო მუშაობა? უკვე მუშაობდა სხვათა შორის. პირველივე დღესვე აგვიანებთ სამსახურში ირაკლი ჩხეიძე. რა და დღეს ვახომ დაურეკავ შალვას, შალვამ რა თქმა უნდა, ავიყვანოთ ირაკლიო, მუშაობ გილოცავ. გილოცავ ძალიან გაგხო. ერთი წუთი გენაცვალე, მომისმინეთ დამსაქმებლებო. აბა. მომისმინეთ, რომ შემომიცვივდით აქ და გამიმართეთ შრომის ბირჟა. დაუშვათ. აი დაუშვათ ეხლა, რომ აყვანინეთ იმ კაცს ჩემი თავი წესარ, ჩამოდქვებოდ ვერ ხედავ მაგ. შენ ჩამოდი. დაუშვათ. დაუშვათ უარი ვთქვი. აი უარი რომ მეთქვა მე უარი, წინასწარ რო აყვანინეთ იმ კაცს ჩემი თავი, მე რასეულებოდი, რა ქვია იმას? შალვა. ხო. რა უარი უნდა გეთქვა? შენ არ ვიცნობ ჩვენ ვინ გათქმევინებდა უარი? აბარა. გააკეთე ყავა ბერზმაც მე რომ მიხლას ყავა და დამწყარი ჯერ ყავა და დამწყარი დავიწყებთ ხელსახოჩები ძვაინდა ისე ჩვენებმა კაი სუფრატი უნდა გაშაო კი აბარა მარიკა ყველაფერს გააკეთებს ერთი გაჭერი ორი შენია ორი ჩემია აი ესე ვაი საკითხოს მოიცი მარიკა აი ესე გავა მე რომ მაკედონიიდან ტრავმატოლოგიის წიგნი ჩამოვიტანე სად არის ხო არის Hey, დავჭდით. ეს წესია აქ ესეთი, რომ ეს უნდა ემთოს აქ ესეთი წესია ამ ბარში. ხო. ისე დათაც რომ წამოსულიყო, კარგი იქნებოდა. ხო, რას უცნაური ბიჭია. დაჯდა ერთ ადგილზე ვერაფრით ვერ ავაყენე. ხო. ეს პეტო სადღა დაიკარგა. პეტო. ო აქ ვარ ამირან ხო? ეს წუთი. რასაკეთებ? ო, გამარჯობა. რას ვაკეთებ და კოქტეილს ვაკეთებდი რა? მე? და ეს ბოთლი ავაგდე. ხო. და დაიწყო ტრიალებდა და ვეღარ დავიჭირე დავარდა. დავარდა და მოწმინდე რა და მოვდივარ, მოვალ ეხლა. ვაი მოწმინდე და მომხედე.
ეხლა მოვა. როგორ მოდი. მაკას ხო იცნობ შენ? ვის? მაკას ხო იცნობ? ვიც გამარჯობა. როგორ ხარ მაკა? კარგა, ჩემ? ოიცი თქვენ რატო ერთად რატო როგორ ამიგან, ჰა? დაუპატიჟე. აბარა. უკაცრავად მიახლავებო. კი ბატონო მაკა. აი იქით მაკა მარცხნივ. ამირან. ხო. რას მიკეთებ ამირან, ჰა? ხო იცი რომ დათომ გამაცნო ეს გოგო მე არ იცი შენ, ჰა? რომ ნანიკო დამევიწყებინა, რა გინდა ამირან ვერ გავიქე. იცი, მითხრა. ისი? ხო. მე რატომ მიკეთებ ამას ამირან? რა დაგიშავე ბიჭო, ჰა? რა დაგიშავე? რატო აფათურებ ამირან ხელებს ჩემ პირად ცხოვრებაში გეკითხა? რა გინდა ამირან ვერ გავიქე, რა გინდა? წუთი დამშვიდი უყო. დამშვიდი ჩუმად, რა მოგივი? რა იყო რა ამ ბავში? შენც მოგწონს ეგ გოგო? მეც მომწონს ეგ გოგო. თან ატყობ ახლა მე და შენ რომ ორივეს ერთნაირი გოგოები მოგწონს. მე ის რომ ძალიან გავართ მე და შენ ერთმანეთს. ერთმანეთს გავართ მე და შენ? შენ ახლა რას მეუბნები რომ ეგ შენი მსუქანი და ულუა შენი სახე გავს ამ დახოცილ პროფილს შეხედე რას მეუბნები? ესა მაკა რამე შეუკვეთოთ და რას დალევ? ფორთოხლის წვენი. კი ბატონო. ერთი ფორთოხლის წვენი გავიდანე და ერთი ლუდი. ლუგი არ გვაქვს. მაშინ მომიტანე ვისკი. არც ვისკი არ გვაქვს. მაშინ მეც მომიტანე ფორთოხლის წვენი. ეგ ერთი იყო ამირან და უკვე შეუკვეთეს. ატა. ეხლა წადი და ორი ფორთოხლის წვენი მოგვიტანე. მიდი. კარგი. უკაცრავად. ხუმრობთ ხოლმე ჩვენ აი ხუმრობთ ხოლმე. რა უცნაური ბიჭი არა? პეტო ხო? უცნაურია, მაგრამ ძალიან კეთილია გულით. გიждდება ჩემზე. ხათაჟერი სამსახური არ ქონდა და აი ამ ბარში დავაწყებინე მუშაობა. ეს სამსახური შენ უშავა? კი, მე უშავ. ხოლო ეხლა შენ მაინც არაფერი არ უთხრა, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეხლა რომ მაკებენ ხოლმე, არ მიყვარს. აი თქვენი წვენი მაკა ამირან. მადლობთ. მირთვი ამირან. მე რა საშინელი გემოაქვს ამ წელს? საშინელი გემოაქვს? მათხოვ ერთი წუთი. უცე ესე ხო ვიდექი. არა, ესე ვიდექი და ამაში ჩავყარე მარილი. აი გამომართით ინებეთ, ამაში ჩამიყრია, უიმე, გამომართით, მირთვი ამირან, მე რას ვიყურე, მირთვი ამირან. მე არ ვიცი რა. არ ვიცი ვახო. რა არიცი კაცო, რა არიცი? ეს იქნება დღეიდან შენი კაბინეტი. ხო და დარწმუნებული ვარ, ადვილად შეეგუები რა. არ გაგიჭირდება რა ვიცი. ვაიმე, ხო, კარგი ბატონო დირექტორო, კარგი. ხო, ეხლა მოდი საქმეზე გადავიდეთ, ესე იგი, ირაკლი, ვიწყებთ 9-ზე. ლაშამ მითხრათ 11-ზეო. შენ მაგას უსმენი, იმასაც გეტყო და 5-ზე ვამთავრებთო. 5-ზე არა, 4-ზეო. რა გაზარმაცებულია ეს კაცი? ირაკლი, ლობიანი გინდა თუ გამარჯობა ვახოს უყურებელი. კარგი რა, ყველაფრის მადა დამეკარგა, არაფრის ჭამა არ შევიძლია დამანებე თავი შენ ჭირიბერა. არ გინდა მოგინა კი ბატონო. მოგეწონა კაბინეტი. კაბინეტს რა უჭირს კი? მომეწონა, მაგრამ აი მუშაობა არ გამიჭირდეს თქო, მაგას ნერვიულობ თელი ღამე არ მეძინა რა. არ გაგიჭირდება ირაკლი, არ გაგიჭირდება. ძალიან იცი როგორ გაერთობი? აგერ ინტერნეტი არის, აგერ ტელევიზორი გაქვს, ვახოც აქვია და ირაკლი, მე ისი რა გამიკვირდა? ხო. თამარმა და კეთევანმა როგორ დაგითანხმეს ესე უცბად რა. დიდი ამბავი შენ ქმრობაზე დაგითანხმა და
არ მინდა ეს ახდა ისინი აქ. მაგარი კლინიკა ნორმალური ხალხი მუშაობს. რა თან ვერ ვიტანა მახს. ეხლა მივხედოთ საქმეს ყველა. კი ბატონო, მივხედოთ ყველა საქმეს. მე რა გავაკეთო ბატონო დირექტორო? პაციენტი სად არის? არ მყავს პაციენტი. რა საქმეს მივხედო? ერთ წუთი განცვალე. პაციენტების ნაკლებობას განვიცდით ჩვენ, კი, მართალია. იშვიათად თუ შემოგივლის ვინმე მსუბუქი დაზიანებით, მოკლედ ირაკლი ისეთია ხა. არაფერი არ გქონდა. ირაკლი, მე გეტყვი შენ როგორ უნდა მოიზიდო ასე ვთქვათ კლიენტი. აი, მაგალითად ნანიკოსთან ხო სულ ბევრი ხალხი ტრიალებს. ხო. ადექი ერთ წუთი. ადექი. მაგრამ შენც მოკლე კაბა უნდა ჩაიცვა წესი და ჩაიცვამ ეს ნანიკოს ვაცვია. მე მგონი აქ თქვა ბატონმა დირექტორმა რომ ყველა ჩვენ საქმეს მივხედოთ თუ აქ არის ტრავმატოლოგია, მიმიშვი ჩემი სავარძელია ეს და წადი იმაში შენ სტომატოლოგიაში და აძრე ის კვირნები. უყურე შენ ამას. მოგდამდით. აი მეტით. ისა ტრავმატოლოგი მინდა. მოდი. რა მოგივიდა დათო? რა შენ რა გინდა? გამოходი უსახმური და ასენი ხამ საქმეა ხალხს. ხო, მოვედი და ვაცდენ, ხო. მოვედი, შევედი. მოდი, მოდაგება. აი, იცი მე რა დამემართა და ჰატელი დამეცა დილით. ფექსი. დილით? ხო, დილით. დილით თუ დაგეც აქამდე სად იყავი და? სად ვიყავი და გოგოები იყვნენ, იხმახო და მომერი და არ შემიშნე და მე წამოვედი. მოდი. კარგია. მე მოგხედავ. კიდე მე მოგხედავ. მომაცილეთ ეს კაცი ხალხიდან. ტრავმატოლოგი მომიყვანე, ვახო ეხლა სამსახური. სამოდი. დათო ახლავე მოგიყვან შენ მე ტრავმატოლოგს კი. ვეცი რა, ხივაძაა, ხო? ძალიან, ხო, ძალიან ორი კილო ჰანტერი დაგისმა, აბა რა იქ. მომწე ხალხი ნაგოფი. რას ცოტაც გაუძელი მოვა ხა ტრავმატოლოგი ნახავს. კარგი ტრავმატოლოგია. კი, კარგი. დათო მოგიყვანე ექიმი. აბა? კაცო უნდა დიახანდიდრო. ეს თქვენი სახელი გამახსენეთ დათო, ხო? დათო, გამარჯობა დათო, მე ვარ ახალი ტრავმატოლოგი და მე უნდა გიმკურნალო თქვენ ხართ ჩემი პირველი პაციენტი. აი. მე ხუმრები ხო? ემაიმუნებით ხარ? არა. ეს მიდეხი, ორი ფეხი მწირამეთში რა. არა, დღეს ავიყვანეთ სამსახურში, მართლა არაფერს არ მაიმუნები. დიახ, მე ვარ ახალი ტრავმატოლოგი და მე უნდა გიმკურნალოთ. ესე იგი თქვენ ფეხი გაწუხებთ, ხო? არა. აბა? გული. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს აქცია, სხვათა შორის. თუ თქვენ სადმე იღრძობთ ფეხს და მოხვალთ სამკურნალოდ ჩვენთან, გულს გიმკურნალებთ უფასოდ. ვახ. არ მინდა ეხლა ის პაციენტი გელოდება მიხედე. შენ რა გინდაულება? კარდიოლოგებმა ინერვიულობ კაცს, რა მოგივიდა? აი მეტი არ მინდა ეხლა ეს კარდიოლოგები და ისინი. შენ არის ეს დამკაცია. კაცი. აქ კიდე არაფერი ირაკლი. შენ სახში უნდა ნახო. აბა ერთი ვინმე რამე უთხრა ზედმეტ. არა. მომხედავ თუ მე რა. დაწექი გენაცვალ, მოდი ვახო მომეხმარე, ვერ ვაწვალ მარტო. მოდი, აუწი ეს ფეხი, მოდი. მიდი. ეს. ნელა. დაწექი. ნელა დადემა. გამოდი. ნელა. გამოდი. სადამ? ესე იგი, თქვენ გაკურხებთ ფეხი, ხო? ახლა მე შევამოწმებ ამ ფეხს. ასე გტკივათ? აი ბაბა! ასე? ასე? ხო. დირექტორი კაცი ხარ და კაბინეტში კარგი ზარი არ გინდა და ჭარყვირის ნახე. არ მინდა ეხლა ეს ისინი ირაკლი. კარგი. აბა განვაგზოთ. ასე გტკივათ? აი ბაბა. ასე? კი. ასე? აჰა. მოსაჭრელია. შას მარტირაკლი. კი, ამპუტაცია. რატო და ეს ის ფეხი არ არის 4 წლის წინ რომ შემოდგა ჩემთან და რო ვერ გავაგდე? მოგაჭრე და ისე აი თუმაჭი მე ხა ჭირგად რა. ახარა, კამბია. არაფერი მიგეშინია. ესე იგი შენ გჭირდება მალამოს გამოგიწერე ხა და აჰა, აი ეს მალამო შეიზილე და იქნები კარგად.
აჰა. ვაი. დიდი მადლობა. გაიხარეთ თქვენ. დიდი მადლობა ექიმაი. ხომ მიშლით ნერვებს, ხომ მიშლით ნერვებს. მე კერ გაუბრაზებული. მიაგიშალეთ ნერვები. ხო, თქვენ ამიშლით ნერვები და აი ძალიან გთხოვთ. არა როგორ გეკადრე. როგორ გეკადრე. არა გენაცვალე. როგორ გენო დირექტორი აქ არის გავიდეს მაინც. ფინალმა ატლეტმა ზულუსელს. ზულუსელს ხო ირა? აა როგორ გამიხარდა ირაკი? შენ არ ვიცი რა, მე როგორ გამიხარდა ჩვენთან რო დაიწყე შენ მუშაობა. ასეთი პროფესიონალი თანამშრომელი ძალიან მჭირდებოდა გვერდში. რას ლაპარაკობ? შენ და ვახო ხარ, ჩემი ძმები. როგორ გეკადრე? სად წავიდოდი უკეთეს ადგილას? ხო ირა, ისა ძმა და დირექტორი რა. ახლა თქვა ახლა. დირექტორს გამოვარჯოს, მოდი. რა დირექტორს გამოვარჯოს, კაცო, რა ხდება? ხდება რა. არა, რა. ხო, არის პირველი დღეა ეხლა და რაღაცა რა მოგივიდა. რა იყო პირველი დღეა და ჩემი ბრალია, მე მოვიტანე მაპატიეთ ჩემი ბრალია. ლაშარა ბრძვაში. ერთ წუთი. დაშა. მე ხო გითხარი შენ. ჰა? სამსახურში არყის დალევა არ შეიძლება. რა? რა? მარტო კონიაკი. ირაკლი? მოგეწონა ყავა? აი, რა არის ბეღურა? მთელი ცხოვრება ჯეროდა. აი დარწმუნებული ვიყავი რომ ბუნებაში არსებობს ისეთი რაღაც, რასაც შენ კარგად და გემრიელად ვამზადებ, ჩემო ბეღურა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყავაც არ აღმოჩნდა ის. ვა, ირა. გამარჯობა გიც. კარგია რომ სამში ხარ და არ წახვედი. სამდე წავსულიყავ? სამსახურში. დამოვიწყდა არ მუშაობ შენ. დაგავიწყდა, აი დაიწყო ჩემი დილის გამაჯანსაღებელი ნევროზი. რატო? დალევ ყავას? კი. 1-2. რა? ერთი კოზი შაქარი, ერთი კოზი ყავა, ორი დაჭერი დამცხო. ხო. ვერახარ შენ. ირა, აი ნახე, ეს გაზეთი მოგიტანე შენ. რა თქმა. დადგინა ნახე რამდენი ვაკანსიებია, ახი როგორ გასხდება შეხედე. აჰა, ნახე ხე. რა. აოცებ რა ამხელა კაცი და რა დაიწყო რა ეხა ჩემი გაოცებები. რა თქმა ვაკანსიებია მეთქი. იქიდან რამე სამსახური შო. მან საჩემო არაფერი არ იქნება. როგორ არ არის? მე მომნიშნე რამოდენიმე გაცხადე. აი შეხედე, აი ეს ნახე. აი ზუსტად ეს საშუალო ნახე. გვესაჭიროება 23 კილო დაკლებული უსაქმური ყოფილი მინისტრის მოადგილე. აი რა მიკვრთიცი? რა მე საიდან გავს ამდენი ფანტაზია მარიკუნა? როგორ იტევს ეს ერთი პატარა ბიჭი ამ ზღვა იუმორს, აი ესე. დაიტევს, ამოხეთქავს. ამოხეთქავს. არ ვიცი რა. შენ მეგონი გეხმარები ხომ? კი, ძალიან მეხმარები. ძალიან სამსახურში მივდივარ უკვე. ხო, აი უყურე ხა, აბა ეს ნახე. ვკურდა მესამე თვალით. მიდი მე იმკურნალე, მიდი. მესამე თვალი. ვერ მიხდი ხო? ვერა. შენ უნდა გამოხატო ამ გაზეთში განცხადება. ვკურდა მეოთხე თვალით. ვერ ხვდები ხო? დასუყურებ ხა იგი. ეს არის მეტობის პრინციპი, მეტობის პრინციპი. შენ დაწერე მეოთხე თვალით ვკურნა ყველა შეთანხმება. მე მოუმატე მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და ასე რეგი იქნება. შეთანხმება? ვაი მეხუთე, მეექვსე თვალით, ხო? მარიკა, სანამ ახლა ამას პირველი ხელი თავში მუთემე რაღაცა. დაალევინე ყავა და წავიდეს დამაგლიჯა ისეთი აქსონები ძალიან გქონდა. მიდი დათო, გააგრძელ. აი, კიდე მაქვს ერთი განცხადება. გვესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის არის საშინო არის. ეს ჩემზეა. აჰა, ეს კარგია. მარტო ხელა მოხუცი ეძებს მომრელს. ირა. ჰა? თან იქ ხოხარში. ყოფილი. ჰა? ნახე, მეცადე მაგერ აბა. ნახე რა წერია. თან სახლს დაუტოვებო. მოიცადეთ მოიმი.
მარიგუნა, ხოჭა, კარგი იყო, მომწონს ეს ყავა უკვე. გამკეთე კაცი სიკეთე რა. გაჩენდი. ვაიმე გავაღე რა. მე გავაღო ხო? ხო, მარიკა გავაღე რა. კი, გავაღე. აღებ მარიკა? ვაღებ ირაკლი. გავაღე რა. გავაღო? გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონ მარიკა, გამარჯობა. გაუვარდი სამიანს. უი, დადო. შენ აქ ხარ? მრაი. ახლა ვარ მე, იქა ვარ. არამ შენა დავხვდა აბაწერილი ბათუმში მივდივარ, იქ არ ჩამოვალო. ორი გრესიცე. უყურე. რა? უყურე შენ. რა, იმაიმლა ვიღაცამა ალბათ რა. ესა, დათო, მოიცა. დავედი მე. დათო, ეხლა შენ მეძახდი მე დათო? მე დაგეძახი კი. ეხლა და მეძახი დათო? აი ამ წუთში დაგეძახე დათო, მოიცადე მეთქი საქმე მაქვს შენთან. ამთვის ფული არ მოგიცია ბოლომდე და იქნებ ეხლა მომცე. ამთვის ფული რა? არ მოგიცია ბოლომდე. მე? ხო, შენ. კი. შენ არ გინდა შენთან ფიტნესში ვივარჯიშო? ა? ვარჯიში კი მინდოდა. ხო, მე მოდიდი ვარჯიში, ჩვენ ამ მეგობრები არა ვართ, უფასოთან ერთი თვე. აბა, მოიცა. უფასო? ხო, უფასოდ ამირან. უფასოდ მინდა. ხო, კარგი, და მე მაგას ვალში გაგიქვი. მოიცა, მაშინ არ მინდა. ვალში თუ არ მინდა. რა, ვალი მეთქვი? არა, მე კი კაცო შენ ახლა რა მორიდება ის რა გერიდება ვერ გამიგე რა უხერხულ მდგომარეობაში რა არა უშავს არაფერი არ მოგირიდოს ხო იცი ხე ჩვენ მეგობრები ვართ მოხვალ ჩემთან ფიტნეს კლუბში და ერთი თვე ივარჯიშებ უფასოდ კარგია კი უფასოდ კარგია ძალიან კარგი უფასოდ კარგია და მე გაგიქვი ვაში მოიცა რა მომისმინე მოიცა ირაკლი აი გიტოებ გადახედე შენ მაინც რა ეს იქნება წადი რა შენ შემოგივლო მომისმინე რა უფასოდ და მე გითხარი არა კარგი რა ის არის მე გაგიქვი ვაში დათო მომისმინე რა მაინტერესებს იცი? ან ამას რა ეშველება? და ან იმ ფიტნეს კლუბს რა ეშველება, სადაც ეს სამუშაო დაიყვანეს. აბა, ნირაკლი, იქ მაინც ნახო ეს გაზეთი. ბევრი რაღაც წერია, ვაკანსიებია, გადახედე, სამსახური არ გინდა რა? ვაიმე, როგორ არ მინდა, მარიკა, მაგრამ არ მინდა აქ ყველაფერი წერია, რაც კი რამე არსებობს დედამიწის ზურგზე და მე მინდა რომ ისევ ჩემს სფეროში ვიმუშაო, მარიკა, დავბრუნდე ისევ ექიმი ვიყო. მომენატრა ეს თეთრი ხალათი კაცო რა. თეთრი ხალათი? ხო. მე ნახე ირაკლი. ნახე რა წერია შეხედე. აბა. ნახე? გვესაჭიროება ყასაბიო. რა? მაგათ ხვაციოთ ხოლმე თეთრი ხალათი. ისევ აღარ მომწონს ეს ყავა. კეთებად, ოქროს ხელები გაქვს, ოქროს ხელები. რა გემრიელი ღვეზელია, იცი? მადლობა. თამარმა გააკეთა. თამარმა? ხო, თამარმა. მიდი ახლა გადააკეთე და თქვი, დიდი არაფერიაო. მიდი. არა, კეთება, რატო ახლა? თამარს ენა აქვს მწარე თორე ხელები იმასაც ოქროსი აქვს. ლაშა. მოდივარ ხო, მოდივარ. თავი ვარ. ლაშა, ღვეზელს მირთმე? კი, თამარ, ძალიან გემრიელია. ხო, გემრიელი იქნება, აბა ახლა გააკეთა ამდენით. ხედავ, კეთება, ხედავ, მარტო მწარე ენა დარჩა. კეთება. ლაშა, გუში მე მგონი აქ თქვენთან დამრჩა ტელეფონი, მობილური ჩემ. ეგი. ხორგინ. აი გდევს ლაში კომიტი მიაწოდე. ახო, მთელი ღამე რეკავდა, მთელი ღამე ტელეფონი ეს ნაჯა და მაშა რუბინარია. მიდი ახლა მიდი. ლაშა მომისმინე მე ჩემ ქმარს ძალიან ვენდობი და შენ სულ ტყუილად იგონებ რაღაცებს და ისე იღებ. ისა ფახუნდა ნანიკო გირეკავდა. აი, ახლა ცენდობი თამარ? ჰა? კაჩიადი რა, კარგი რა. ალო. ნანიკო გამარჯობა ბატონი ვახტანგი ვარ. მირეკავდი ნანიკო. რა? ხო. რა? რას ლაპარაკობ? რა? რა? კარგი ხო? კარგი ხო, კარგი მოიფიქრებ რამეს კარგი. აი მე. რა ხდება ხო? შვიდობა? რა? ლაშა, ჩვენი ტრავმატოლოგი რო იყო. გაიოზი. იყო? რა? ო, გუშინ გამختარა ცუდად ღამე რა. მე? გაი. ო, დღესდილი წაუყვანიათ. საზღვარგარეთ სამკურნალოდ მინიმუმ 3 თვე ვერ იქნება. აი მე გაიოზი.
მოიცადე გაი რამდენი წლის არის გაიოზი? რა ვიცი 80 წლისა. 80. კარგით რა 80 წლის კაცს როგორ ამუშავებდით, რატომ არ გაუშვით? ვახომ კი გაუშვა, მაგრამ ვერ მიდიოდა. ანუ ტრავმატოლოგი არ გვეყოლება. არა, არ ყავს ტრავმატოლოგი, არა და სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ვინმე რა. ლაშა. ირაკლის რო უთხრა? იქნებ მირჩიოს ვინმე. კარგი ტრავმატოლოგი, ჰა? ირაკლი, რა ვიცი. და ვახო, თვითონ ირაკლის რომ შესთავაზო. თამარ, არ არის ირაკლი ტრავმატოლოგი და ხება. უარს მეტყვის მე რა. აგრონომიას ხო აბულბულებდა მინისტრის მოადგილე რო იყო. თამრი მომისმინე მე და შენ დღეს გავიდეთ ირაკლისთან დაველაპარაკოთ, ჩვენ ირაკლი უარს არ გვეტყვის. დავითანხმებთ აბარა. ხო ვიცი. არ ვიცი, მე მაგას ვერაფერს ვერ ვეტყვი ირაკლის. თუ თქმა თქვენ უთხარ. მე ვეტყვი, ჩვენ ვეტყვით ახლა შენ მივიღო მოდი. ვახ, ნახე ხლა რა გამოუყურე. ჩემი დირექტორი ხო ხარ? ახლა ირაკლის დირექტორი გახდები? ხო. მე დათოსთვისაც გამოჩნდება რამე და მთელი სადარბაზოს დირექტორი იქნები ხო? ვა. დათო. მაგრად მომეწონა შენი ფიტნეს კლუბი რა. შენ ეს რაშკომა მაგ შანთხეული არ. ძალიან მაგარი. გადაწყვეტე ხო დაიწყე ფოჯს. რა ვიცი, აბა მეტი რა გზა მაქვს. თან აბა გიფსაც დავიგდებ და მე აქ პატარ-პატარა ესეთი კუბიკები გამომივა. ხო, მაგრამ რა არის ამირან? რა ვიცი ხა, ამ გიფს მე მგონი ვერაფერი ვერ დაგიგდებ შენ, მაგრამ თუ ივარჯიშებ, აი პატარა გიფზე, გამოგივა პატარა კუბიკები ესეთი. ხო, ვიცი შენ და ნახოთ, მიყურე, აი ამით დავიწყებ. აჰა, ამით იწყებ შენ? აბა. ო, მეც ამით მინდოდა დამიწყე. აი, დაიწყე. ო, მოდი ერთი შენ. რა? მოდი. აჩვენე აბა ერთი კლასი. არა, დღეს თუ მარი შენახავ ჩემ და მიდი შენ დაიწყე. მოდი, ფიტნეს კლუბის უმცროსი მენეჯერი ხარ. ხარ სპეციალისტი ხარ კარგი მედიცინაში და რაღაც ხომ უნდა იმუშაოს. იმუშავებ შენ. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ტრავმატოლოგია ჩემი სფერო არ არის. მომისმინე ახლა ირაკლი ნუიპრანჭები. შენ ნუიცი ხოლმე ესე გაპრანჭვა რა, ნუიპრანჭები. ბევრი პაციენტი არც გაიოსხავ და ხო და არც შენ არ გეყოლება. მომისმინე, აი ესე შემოვა ვინმე სუბუქი დაზიანებით გადაუხვიე და ეგა. რა არ გიხომ სუბუქი დაზიანებით შემოვიდა ვიღაცა გადაუხვიე და ეგა გადაუხვიე და ძიმე რო შემოვიდეს გადაუხვიო და მე რა სხვაგან გაუშვა? ბაიმე, თამრი ნახე რა უცებ აითვის. ნიჭი ნიჭიერი ადამიანია, რასაც მოკლედ გადაწყობილი ამავია. აბარა. მარიკა. მიაგდავჭდები. მარიკა, შენ აღარ ხარ ჩემი ცოლი მითხარი რა. რაღაცა მირჩიე, რაღაცა თქვი ამოიღე ხმა რა. გეტყვი ირაკლი, ეს არის შენი გადასაწყვეტი. ანუ და დათანხმდე, ან და დავრეკოთ კატერებზე. რა? კარგი ხო? ხო. კარგი. დაუშვათ დავთანხმდი. ხო. დაუშვათ. დიახ. როდის უნდა დავიწყო მუშაობა? უკვე მუშაობ და სხვათა შორის პირველივე დღესვე აგვიანებთ სამსახურში ირაკლი ჭხეიძე. რა და დღეს ვახომ დაურეკა შალვას, შალვამ რა თქმა უნდა ავიყვანოთ ირაკლიო, მუშაობ გილოცავ ძალიან გაგხო. ერთი წუთი გენაცვალე, მომისმინეთ დამსაქმებლებო. აბა. მომისმინეთ, რომ შემომიცვივდით აქ და გამიმართეთ შრომის ბირჟა. დაუშვათ. აი დაუშვათ ეხლა, რომ აყვანინეთ იმ კაცს ჩემი თავი წესარ, ჩამოდქვებოდ ვერ ხედავ. შენ ჩამოდი. დაუშვათ. დაუშვათ უარი ვთქვი. აი უარი რომ მეთქვა, მე უარი, წინასწარ რო აყვანინეთ იმ კაცს ჩემი თავი, მე რასეულებოდი, რა ქვია იმას? შალვა. რა უარი უნდა გეთქვა? შენ არ ვიცნობ ჩვენ ვინ გათქმევინებდა უარი? აბარი. გააკეთე ყავა ბერამაც მე რომ მიხლას ყავა და გამცხარი ჯერ ყავა და გამცხარი დავიწყებთ სამსახურში ძვაინდა ისე შეიძლება კაი სუფრატი უნდა გაშაო კი აბარა მარიკა ყველაფერს გააკეთებს ერთი გაჭერი ორი შენია ორი ჩემია აი ეს საკითხოს მოიცი მარიკა აი ესე გავაკეთე მე რომ მაკედონიიდან ტრავმატოლოგიის წიგნი ჩამოვიტანე სად არის ხო არის
აი დავჭდით. ესე წესია აქ ესეთი, რომ ეს უნდა ენტოს აქ ესეთი წესია ამ ბარში. ხო. ისე დათაც რომ წამოსულიყო, კარგი იქნებოდა. ხო, რას უცნაური ბიჭია. დაჯდა ერთ ადგილზე ვერაფრით ვერ ავაყენე. ხო. ეს პეტო სადღა დაიკარგა. პეტო! ო, აქ ვარ ამირან, ხო? ეს ცუდი. რასაკეთებ? ო, გამარჯობა. რას ვაკეთებ და კოქტეილს ვაკეთებდი რა? მერე? და ეს ბოთლი ავაგდე. ხო. და დაიწყო ტრიალებდა და ვეღარ დავიჭირე დავარდა. დავარდა და მოწმინდე რა და მოვდივარ, მოვალ ეხლა. აი მოწმინდე და მომხედი. ეხლა მოვა. როგორ? მოდი. მაკას ხო იცნობ შენ? ვის? მაკას ხო იცნობ? ვიც გამარჯობა. როგორ ხარ მაკა? კარგად, შენ? ოიცი თქვენ რატო ერთად როგორ ამირან, ჰა? დაუპატიჟე. აბარა. უკაცრავად მიახლავე, მოვალ. კი ბატონო მაკა. აი იქით მაკა მარცხნივ. ამირან. ხო. რას მიკეთებ ამირან, ჰა? ხო იცი რომ დათომ გამაცნო ეს გოგო მე არ იცი შენ, ჰა? რომ ნანიკო დამევიწყებინა, რა გინდა ამირან ვერ გავიგე. იცი, მითხრა. ისი? ხო. მერე რატომ მიკეთებ ამას ამირან? რა დაგიშავე ბიჭო, ჰა? რა დაგიშავე? რატო აფათურებ ამირან ხელებს ჩემ პირად ცხოვრებაში გეკიდა? რა გინდა ამირან ვერ გავიგე, რა გინდა? წუთი დამშვიდი უყო. დამშვიდი ჩუმად. რა მოგი? ბოლო მიდი. არ მიდოდა ეხლა. მიდი აბა. რასაკეთ? ხურდები ამირან. ხურდები? მორჩი. უკვე მორჩი? ხო, ეს ხო. გახურების პირველი ერთ-ერთი ეტაპი. მე ხა ეს უკვე კაიხანე მე უკვე დავამთავრე, მე უკვე გავართულე ვარჯიშების პრინციპი. როგორ გავართულე და ინახავ. აბა? არ მოგაკვა? ეს. ხო. Дай. Тат. აი იმ გოგომ გამიღიმა. კაი, გასმერცენი ვიდალი? ჰა? ვერა? პეტოს თან იყო მაშინ არ გაქვს კარადაში ჩავკი. როგორ? მიდი. აი, მოიცად, მაცადე. წარმადგინე რა. რა წარმადგინო? კაცო მიდი მიხედე. მიდი რა, გამაცადე გეხოც. კუბიკები აღარ მინდა? რა დროს კუბიკებია გამაცადე და მიდი და გეხოც. მიდი კაცო მიხედე. გამარჯობა დათომ. როგორ ხარ? კარგად, შენ? და ჩვენც ვართ რამდენი. გაიცანი ეს არის ამიდან ჩემი მეგობარი. გამარჯობა, სასიამოვნოა. მე აი შემჭამა დათომ რა, შემჭამა გინდა თუ არა, უნდა გაგაცნო, რა ტიპი ხარ დათო რა, უცნაური ბიჭია ეს და ძალიან. ამირან, მე თქვენ მახსოვ ხართ. ხო, არა? ესეთი რაღაც და ის ახასიათო სახე მაქვს და მე მივხვდი თქვენ აქ რა გინდათ. მე მივხვდი. თქვენ აქ ვარჯიშობთ, ხო? დიახ, სწორად მივხვდი. ხო. ეს ერთ წუთით მე მოგაცდით. სიხოს მოწოხდები. არა, მოგაცდით ეს მაინც რაღაც ძიმია და. ხო. ესე.
რა გჭირს? რა მგები? არაფერი. რა სუბუქი ჰანდელია მეთქი ვაიმე დედათ. სუბუქი ჰანდელია? რა სუბუქი ჰანდელია თქო? რა ვინ მოიტანეს სუბუქი ჰანდელია ვაიმე დედათ. ვაიმე ორი პაპა. მარიკა. ბატონო. აქ ვერაფერს ვეღარ პოულობ მე. და შენთან მორჩა? არა, მოიცა აინახე. გაყიდვების მენეჯერი. რა უნდა გავყიდო? რა უნდა გაყიდო და ძრავები კატერებისთვის. ძრავები? კატერებისთვის? რა ვიცი ხა, მექანიკოსის თანაშემწეს ხო ჯობია, მარიკა? დავრეკო? არა, სად უნდა დარეკო, ბეღურა, კარგი რა, არ მინდა ეს მენეჯერი და გაყიდვები და კატერები და ისა, წყალქვეშა ნავები, ძალიან გთხოვ რა. რაღაცა ჩემი სფეროდან რამე რო იყოს მიახლოვებული მაინც რაღაც აი ვეძებ მეც არ არის, არც დავფიქრდებოდი, ისე დავთანხმდებოდი რა. შეიძლება. კარგი ამბავი მაქვს შენთვის და თქვენთვის. რა ხდება გოგოებო? ესე იგი ყავა მოვადულო, ხო? ხო. ძალიან კარგი ამბავია, მარიკა, ამიტომ დამცხორიც გამოიტანე. მიდი. რა ხდება არის თქვით, რა ხდება? აბა, იპოვე სამსახური ჩაიძე. ჯერ ვერა. ხო და სამსახურმა გიპოვაში. ვაიმე? მარიკა მიშველი ალყაში ვარ. შველა მჭირდება, ვიმეორებ, შველა მჭირდება, ალყაში ვარ. თამარ და რა კარგი ამბავი გაქვთ? რა კარგი ამბავი მაქვს, მარიკა და ირაკლი და ვახოსთან კლინიკაში მუშაობდა ტრავმატოლოგი და გახდა ცუდად და წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დედა როგორ გამახარეთ? ვაიმე როგორ გამახარეთ? დილიდან ვიცოდი რომ რაღაცა გამეხარდებოდა, მითამაშებდა თვალი, რომელი თვალი მითამაშებთ ხოლმე? მარჯვენა თვალი მითამაშა შეიძლება ასე ვაკეთებდი სულთელი დღე. დედა, რა კარგი ამბავია არა მარიკუნა? ხო, კარგი, მოიცადე, გააგზელე და მიდი გააგზელე. და ეს ტრავმატოლოგი გაიოზი აღარ მუშაობს კლინიკაში. ხო, ვახო და ლაშასთან. ხო, ვახოსთან და ლაშასთან. ხო და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აგერ უმუშევარი კაცი. რა იყო რა ბავშვი? შენს მოგწონს ეგ გოგო? მეც მომწონს ეგ გოგო. თან ატყობ ახლა მე და შენ რომ ორივეს ერთნაირი გოგოები ვოგწონს. მე ის რომ ძალიან გავართ მე და შენ ერთმა. ერთმანეთს გავართ მე და შენ? შენ ახლა რას მეუბნები რომ ეგ შენი მსუქანი და ულუა შენი სახე გავს ამ დახოცილ პროფილს შეხედე რას მეუბნები? ესა მაკა რამე შეუკვეთოთ და რას დალევ? ფორთოხლის წვენი კი ბატონო. ერთი ფორთოხლის წვენი გავიტანე და ერთი ლუდი. ლუგი არ გვაქვს. მაშინ მომიტანე ვისკი. არც ვისკი არ გვაქვს. მაშინ მეც მომიტანე ფორთოხლის წვენი. ეგ ერთი იყო ამირან და უკვე შეუკვეთეს. ატა. ეხლა წადი და ორი ფორთოხლის წვენი მოგვიტანე. მიდი. კარგი. უკაცრავად. ხუმრობთ ხოლმე ჩვენ აი ხუმრობთ ხოლმე. რა უცნაური ბიჭი არა? პეტო ხო? უცნაურია, მაგრამ ძალიან კეთილია გულით. გიждდება ჩემს. ხათაშორი სამსახური არ ქონდა და აი ამ ბარში დავაწყებინე მუშაობა. ეს სამსახური შენ უშავა? კი, მე უშავ. ხოლო ეხლა შენ მაინც არაფერი არ უთხრა, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეხლა რომ მაქებენ ხოლმე არ მიყვარს. აი თქვენი წვენი მაგა მადლობთ. მირთვი ამირან. მე რა საშინელი გემოაქვს ამ წელს? საშინელი გემოაქვს? მოთხოვე ერთი წუთი. უცე ესე ხო ვიდექი. არა, ესე ვიდექი და ამაში ჩავყარე მარილი. აი, გამომართით ინებეთ, ამაში ჩამიყრია, უიმე, გამომართით, მირთვით, ამირან, მე რას ვიყურე, მირთვი ამირან. მე არ ვიცი რა. არ ვიცი ვახო. რა არიცი კაცო, რა არიცი? ეს იქნება დღეიდან შენი კაბინეტი.
ხო და დარწმუნებული ვარ, ადვილად შეეგუები რა. რა გაგიჭირდება რა ვიცი. ვაიმე, ხო, კარგი ბატონო დირექტორო, კარგი. ხო, ეხლა მოდი საქმეზე გადავიდეთ, ესე იგი, ირაკლი, ვიწყებთ 9-ზე. ლაშამ მითხრათ 11-ზეო. შენ მაგას უსმენი, იმასაც გეტყო და 5-ზე ვამთავრებთო. 5-ზე არა, 4-ზეო. რა გაზარმაცებულია ეს კაცი? ირაკლი, ლობიანი გინდა თუ გამარჯობა ვახოს უყოს უხაზელი. კარგი რა, ყველაფრის მადა დამეკარგა, არაფრის ჭამა არ შემიძლია დამანებეთავე ჩემ ჭირიბერა. არგიდან მოგილა კი ბატონო. მოგეწონა კაბინეტი. კაბინეტს რა უჭირს კი? მომეწონა, მაგრამ აი მუშაობა არ გამიჭირდეს თქო, მაგას ნერვი ვლობ თელი ღამე არ მეძინა რა. არ გაგიჭირდება ირაკლი, არ გაგიჭირდება. ძალიან იცი როგორ გაერთობი? აგერ ინტერნეტი არის, აგერ ტელევიზორი გაქვს, ვახოც აქვია და ირაკლი, ისი რა გამიკვირდა? ხო. თამარმა და ქეთევამმა როგორ დაგითანხმეს ესე უცბად რა. დიდი ამბავი შენ ქმრობაზე დაგითანხმა და არ მინდა ეს ახდა ისინი აქ. მაგარი კლინიკა ნორმალური ხალხი მუშაობს. რა თან ვერ ვიტანა მახს. ეხლა მივხედოთ საქმეს ყველა. კი ბატონო, მივხედოთ ყველა საქმეს. მე რა გავაკეთო ბატონო დირექტორო? პაციენტი სად არის? არ მყავს პაციენტი. რა საქმეს მივხედო? ერთზუთ გენცვალე? პაციენტების ნაკლებობას განვიცდით ჩვენ, კი, მართალია? იშვიათად თუ შემოგივლის ვინმე მსუბუქი დაზიანებით, მოკლედ ირაკლი ისეთი ახლა არაფერი არ აქვს. ირაკლი, მე გეტყვი შენ როგორ უნდა მოიზიდო ასე ვთქვათ კლიენტი. აი, მაგალითად რანიკოსთან ხო სულ ბევრი ხალხი ტრიალებს. ხო. ადექი ერთზუთი. ადექი. მაგრამ შეც მოკლე კაბა უნდა ჩაიცვა წესი და ჩაიცვამ ეს ნანიკოს ვაცვია. მე მგონი აქ თქვა ბატონმა დირექტორმა რომ ყველა ჩვენ საქმეს მივხედოთ თუ აქ არის ტრავმატოლოგია, მიმიშვი ჩემი სავარძელია ეს და წადი იმაში შენ სტომატოლოგიაში და აზრე ისკვირნები. უყურე შენ ამას. მოგდამდით. კაი მეტითა. ისა ტრავმატოლოგი მინდა. მოდი. რა მოგივიდა დათო? რა შენ რა გითხრა? გამოходი უსახმური და ასენი ხამ საქმე ახლა ხო? ხო, მოვედი და ვაცდენ, ხო? მოვედი. შევედი. მოდი.